ეს ერთ-ერთი რეალიზატორია. 25 წლის მამაკაცი ნარკოტიკების გასაღების მიზნით ინოვაციურ მეთოდსაც კი იყენებდა. ის წინასწარ შერჩეულ ადგილებს ჯერ მცირე ზომის საფრენი აპარატით, ეგრეთ წოდებული დრონით ამოწმებდა. მას შემდეგ კი რაც დარწმუნდებოდა, რომ ტერიტორიაზე საეჭვო გადაადგილება არ შეინიშნება, ამანათებს ლოკაციებზე ათავსებდა და შემკვეთ მდებარეობას აპლიკაცია ტელეგრამში უგზავნიდა. ამ დანაშაულების ადმინისტრატორი გაგიმარჯვებს, რომ საჯელი გახლავთ თავისუფლების აღკვეთა კვირიდან 20-მდე ანდა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ცხეთა, გორი, თელავი, თბილისი. ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც ნარკორეალიზატორი დრონით გადაადგილდებოდა. სწორედ ამ ქალაქებში სამართალდამცველებმა სხვადასხვა ადგილზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს ბრალდებულის მანქანასა და ტანსაცმელშიც. 25 წლის რეალიზატორს სასამართლო წვდომაზე არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ დანაშაულს აღიარებს და ნანობს. მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.